ჯინჩანის შესახებ რა ქსმენიათ მეგობრებო? ჯინჩანი, აი ეს. მოკლედ, მანამდე ჯინჩანის ჯადოსნურ თვისებებზე დავიწყებდე საუბარს. მოდი აი ამ ვიდეოს შეხედეთ, უცბად პატარა კოლაჟი გავაკეთე, პატარა ვიდეო რგოლი გავაკეთე და რომ მიხვდეთ ზოგადად რა არის ჯინჩანი და ჯინჩანის ეფექტი. და მე რო უკვე ჩვენ თვითონვე პრაქტიკაში გამოვიყენოთ ჯინჩანი და ნახოთ აბა მართლა ის არის, რასაც ამ ვიდეოში ვნახავთ თუ არა. მე პირადად ვიცი რაც არის, მაგრამ თუმცა პროგნოზად წინასწარ არ გავაკეთებ პატივცემულობო რამე თუ კაიფს არ გაგიტეხავთ. აბა გასცეთ და უყურეთ ამ პატარა ვიდეო რგოლს და მე რო უკვე ჩვენ შევუპეროთ რისთვისაც მომიწევს აი ამ ლამაზი სუახალ-თახალი ტელეფონის დაშლა, რადგანაც სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ვნახე ძველი მეტი თვალსაჩინოებისთვის. წავიდა. მოკლედ ახლა ამ ჯიგარს აქვს საობჭოური ლამელები, ძალიან ძვირფასია და ბევრი ოქრო უსვია. მე რო უკვე იწყებს ჯინჩანის აწონვას და მე ხა ამის წონით ჩაყრას ნამდვილად არ დავიწყებ, იმიტომ რომ არა მაქვს ხა ამ ტიპივით რაღაც ათასობით რაღაც ლამელი. ნახეთ რა ხდება პროცესში უკვე, აი ესე გამოიყურება, როდესაც ჩაყრის და ოქროსფერი მკვეთრად ჩანს და უკვე აი ასე გამოიყურება რაღაც დროის მერე, როცა უკვე ოქროს სუმთლად გააცლის ლამელებს და ნუ უკვე აი ეს წყალი სუბსტანცია უკვე თავიდან ბოლომდე ოქროა. მოკლედ დასაწყისისთვის გეტყვით იმას, რომ აი ამ საყვარელი კოპწია ტელეფონის დაშლა მომიწევს და რას ვიზავთ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. თავარია ახლა ამის კლავიატურა იყოს ყვითელი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება აქ რაც შეიძლება ბევრი ყვითელი ფერი. ამას ახლა უცბად მივშლი და შემდეგში უკვე შევუბეროთ და ვნახოთ ჯინჩანის ძალები და მადლები რას წარმოადგენენ. ნამდვილად ის არის, რასაც ვნახულობთ და ვხედავთ თუ ცოტათი იტყუებიან, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე კი ნამდვილად ვიცი რაც არის და ჯინჩანის შთაბეჭდილება გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე და ვიცი რაც არის. ახლა ჩვენთვის თავარი ამოცანა არის ამის კლავიატურა იყოს სწორედაც რომ ყვითელი შეფერილობის და არა რაიმე სხვა შეფერილობის, თორემ ძალიან მაგად გაგვიტყდება. აჰა, დავიმართლა. ყვითელია მეგობრებო, ყვითელი. ანაც როგორი კვასკვასა და ლამაზი ყვითელია. გაგვიმართლა ნამდვილად. მინდა გითხრათ რომ ნამდვილად გაგვიმართლა. კარგი. ამოვაგდოთ მთლიანად ეს ყველაფერი რაც აქ გვაქვს, იმიტომ რომ აქ რა არის აქ გაჭედილი ერთი წამით ჩავხედოთ და ვაკვირდეთ. ნუ ისეთი არაფერია, კარგი, მარტივად გვაქვს საქმე. რა გუშლის ხელსტო? ყველაფერი მოხსნილია და ნეტა რა არის გაჭედილი. აი ესეთი რაღაც პატარა რაღაცები დროს წაგართმევთ ხოლმე, მაგრამ ნუ ესეც მოგვარებადია. მოკლედ, ეს ყველაფერი მხოლოდ პლასმასია და ნაგავია და შეგიძლიათ მოიცილოთ ხოლმე თავიდან. აქაც არაფერია, ხშირად გონიათ ხოლმე რომ რაღაც არის. აქაც არაფერია და გადავიდეთ აი ამ მონაკვეთზე. ეხლა განახებთ რა არის ეს. აი აქ მეგობრებო არის პატარა ლამაზი ესეთი დამალული, მაიცედე ხედის გულზე ახლოს მოვიტანო. არ აღიქნება? არ იქნება. აი ესეთი ლამაზი საყვარელი დეტალია, რომელიც გახლავთ ხოლმე კარგად ბლომად და საყვარლად მოოქროული, აგე? გიდაოთ, როგორი ყაწუკა რაღაცა არის. ნეტა ესეთები ბევრი გქონდეთ, მერცუნდეთ საკმაოდ დიდი რაოდენობით ოქროუსია ხოლმე ზე. კაი, ეს მოვიცილეთ თავიდან, არ გჭირდება. არც ეს არ გჭირდება, იმიტომ რომ ამაში მხოლოდ დინამიკია და სხვა არაფერი. შეგვიძლია ესეც
მოხსნათ, საერთოდ დაიმახსოვრეთ და იცოდეთ, რომ რაც უფრო მეტ რკინის დეტალს მოხსნით, მით უმეტეს, როდესაც აზოტთან იმუშავებთ, მით მეტი აზოტმჟავის ეკონომიას გააკეთებთ, იმიტომ რომ აი ეს რკინის დეტალები უბრალოდ ვერ გააძღობთ აზოტით იმდენად ბევრი დაჭირდება, რომ დაახარჯოთ აზოტი. ამიტომ რაც ბევრ რკინის დეტალს მოაძრობთ და გააშიშვლებთ ამ ყოველივეს, მით მეტი იქნება აზოტის ეკონომია. ამაშიც ახლა შიგნით რაც მე ეს მოაწერე ახლა, აი აქაც და აქაც ამას გადავინახავ, ბარემ აქ ელემენტს განვიხილავ. ხედავთ ხო? ნახეთ როგორ ყუთელია ეს ელემენტი თავისთავად მოოქროულია. ნუ ტელეფონი უკვე აშკარად აღარ ვარგო და იმიტომ რომ ელემენტი ძალიან გაბერილია, ნახეთ, აი საძის ასევე მოოქროული კონტაქტები, კბილები, მოიცა და ახლოს მოვიტანოთ და გაჩვენეთ, აი. ხედავთ? აი კონტ. აი ეს კბილები ასევე მოოქროულია, თუმცა მე ხარ შემთხვევაში ეს მხოლოდ ხელს შემიშლის. ეს მე საქმეში არ წამადგება და ამ კბილებს მოვანტვრევ და მე ცალკე განვიხილავ. ხო, მე ცალკე ვაგროვებ და ცალკე გამომადგება მე საქმეში. თუმცა ახლა ფინაჟისთვის ამ ეტაპზე არ მჭირდება. მოკლედ, გავაშიშვლეთ, გვაქვს ესეთი ლამაზი თვალნათლივ მოოქროვილი ტელეფონის ლატა. ხო? ყველაფერი ნათელია, რომ ნამდვილად ყუთელია და ტელეფონის პლატა გვაქვს. ეხლა უკვე მჭირდება ადუღებული წყალი, რომელიც ადგილზე არ მაქვს. წავალ უცბად შემოვიტან და გავაგზავნოთ. ესეც ჩვენი ადუღებული წყალი, მეგობრებო, რომელიც უცბად დავაორგანიზე და ხელს მიშლით, მეგობრებო, გვერდზე. და მოდი ახლა ჩავყაროთ ჯინჩანი. მაგრამ მე მქონდა ერთი პატარა ლამაზი კოზუკა, რომელთაც ვაკონტროლებდი ამის პორციებს. რაც შეეხება თვითონ ჯინჩანის წარმომავლობას, არის ურთულესი ქიმიური შემადგენლობა. Ну, короче, მოიცადე. როგორ უნდა თქვა ხა ეს სიტყვა. საშიშია ძალიან, მოკლედ, ამ თქმა მინდა. ძალიან საშიშია და არის ძალიან საფრთხილო. ჩვენ ამ შემთხვევაში მოდი ცოტა პორციით დავიწყოთ, ახლა ვერ ვიპოვნეთ ჩემი Magic Cozy. ჯერ ასუნი აქვს, რომ იგრძნოთ, მიხვდებით, რომ საშინელებასთან არის საქმე. ხოლო ჯინჩანის შეძენასთან და ასე შემდეგ რაღაცეებთან დაკავშირებით სხვა ვიდეოში, ვიდეოს ბოლოში გეტყვით ფასებს. ჯინჩანთან ერთად, მეგობრებო, ამასთან ერთად ძალიან აქტუალურად იყენებენ ხოლმე გამოიყენეთ ყოველთვის შუშის ლაბორატორიული ჭხირი და არა აქვია იმას პლასმასის ან ხის. არა, პლასმასი კიდე შეიძლება პრინციპში. ხე არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ხეს უბრალოდ შეიწოვს და ხე და მაგრად გაგიწყდება. მით უმეტეს როცა აზოტმჟავასთან იმუშავებთ, ახლა ჯინჩანია ეს. მალე ვაპირებ ვიყიდო ელექტრომაგნიტური მიქსერი, შემრევი. და აი ესე ხელით ზრიალი ამ რაღაცეების აღარ მომიწევს. ჯინჩანთან ერთად ასევე ძალიან აქტიურად იყენებენ ხოლმე წითელ სისხლა მარილს, ანუ წითელ მარილს, მოდი ასე ვთქვა და რუსები ეძახიან კრასნი კრავავის სოლი. ხო, ესე ეძახიან რა, red salt ანუ. ასე რომ მე რისი დექა ვარ თუ არ დავამსხურიე სტერეოტიპები და მაქვს განცდა იმისა, რომ ეს წითელი მარილი სულაც არ უნდა დამჭირდეს, რატომღაც ასე მგონია, თორე ესე აქ არის. და ამიტომ საერთოდ არ ვაპირებ ახლა ამ ეტაპზე ამ წითელი მარილის გამოყენებას. ესეც ასევე ურთულეს ქიმიური რამ არის, არ გეგონოთ ჩვეულებრივი საკვები მარილი. მოკლედ, მაქვს ასეთი Magic Jammy, მაქვს ასეთი პლატა. მოვახლოვებ ახლა კადრუკას, ცოტა უფრო ახლოს, აი ასე.
კიდევ უფრო ახლოს, იმედია მე ჩემი ტელეფონი არ გააფუჭებს ხარისხს და ისედაც სისხლს მიშრობს და არ მოწოდა გავწევ თორე დარწმუნებული ვარ რომ გადიდება მე ეკრანზე ცუდად გამოჩნდება. მოკლედ ჯინჩანი მზად არის, წითელ მარილს არ უხმარობ და ვასხავ და ვტოვებ კადრს, არც ავაჩქარებ და არც არაფერი მსგავს. უბრალოდ დავაკვირდეთ ნამდვილად გააცლის თუ არა მხოლოდ ჯინჩანი ოქროს აი ამ პლატას. ფაქტურად ეს არის მაქსიმუმ როგორც ხედავ მე ვიდეოებში 2-3 წუთის ამბავი. იქ ზოგიერთი ხელს ახმარს რეცხავს, მაგრამ მე მოდი არ გავეკარებ, იმიტომ რომ ურთულესი შემადგენლობა აქვს. ურთულესი შეიძლება პირის ღრუში არ მოხდეს, შეიძლება არ გადაყლაპო ან რაღაც, მაგრამ ხელზე უბრალოდ ეს საერთოდ აზოტმჟავასაც ახასიათებს, არა მარტო ჯინჩანზე მაქვს საუბარი. ხელზე კანზე მოხვიდრით, კანი შეიწოვს, სისხლის მიყობა მიდის ღვიძლამდე და მოკლედ ურთულესი პროცესებია ესენი ყველაფერი და ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ ხოლმე. ახლა რა უნდა მოხდეს? რა უნდა მოხდეს და ეს ჩვენი მოოქროვება უნდა მოცილდეს და ნელ-ნელა ჩვენს თვალწინ წესით და რიგით უნდა გათეთრდეს. და მე არ ვიცი თქვენ როგორ აღიქვამთ, მაგრამ მე ჯერჯერობით ძალიან დიდ ცვლილებას ვერ ხედავ, ასე რომ ნელ-ნელა მოვაღანღალებ, მივეხმარები. ცოტათი მაინც რომ წინ წავიგდოთ საქმე და კადრი ძალიან არ გაგვიწელოს და ასე დავტოვებ კიდევ ცოტა ხანს. ესე აკეთებენ ხოლმე. ჩინელები გიჟები არიან ამას საერთოდ. მოკლედ ამაში ძალიან მავნებლობა რაღაცეებია და ეს ჩინელები ესეთი გიჟები არიან, პირდაპირ შიშველი ხელებით აკეთებენ ყველაფერს და ამ შიშველი ხელებით კეთება იმდენად მავნებელია. მოგითხარით, ანუ შეიძლება მაინც და მაინც პირის ღრუში არ მოხდეს. მაგრამ უბრალოდ შეიწოვოს. მოკლედ მე გეტყვით ვიდეოს ბოლოში, რატომ გაჩვენებთ ჯინჩანის ეფექტის ვიდეოს, ანუ რისთვის ვიღებ ამ ვიდეოს. ბარემ ახლა მანამ ეს გათეთრდება და ეს ოქრო მოცილდება, ბარემ ახლა გეტყვით. მოკლედ ნახეთ რა ხდება. რა თქმა უნდა, ბუნებრივია დაგებადათ კითხვები, როგორ მოვაცილოთო ჭურჭლიდან, ხო? ჭურჭლიდან როგორ მოვაცილოთ? სწორედ ჯინჩანს იყენებენ, ჭურჭელს ამტვროვენ და რეცხავენ ჯინჩანში, დიდი რაოდენობით ჯინჩანში რეცხავენ და ასეთი ფორმით ჭურჭლიდან ხსნიან. არა მარტო ჭურჭლიდან, ძალიან დიდი ისეთი, რა ქვია იმას, მასა მოოქროვილი რაღაცეებიდან. აი ხა მე მაგალითად აქ მაქვს მოგროვილი, აქ ოქროს კონტაქტები, აი აქ სუპერია. უბრალოდ ეხა არ მინდა ამ ვიდეოსთვის ეს დავხარჯო, ეს მინდა აზოტით განახოთ მერე და ნელ-ნელა ვნახოთ რა შრობა. ნელ-ნელა რა ვიცი. მე მგონი ხედავთ ხო რომ ფერი ნამდვილად შეიცვალა. მენი ჯინჩანი ნამდვილად მუშაობს და ყვითელი რო აღარ არის ფაქტია. აი ამ ადგილში დარჩა ყვითელი, ეტყობა ყველაზე მეტი ფენაა და დავოცადოთ. არ ვიჩქაროთ, კადრსაც არ ავაჩქარებ, არაფერს არ უზამ. ანა რა დრო უნდა წაგვართოს ახლა ამან რომ კადრის აჩქარება გვიღებდეს და ამასობაში გეტყვით რა ხდება. მოკლედ, ჯინჩანის შეძენას აქ საქართველოში ვერ შეძლებთ. შეიძლება სადღაცას ვიღაცა ყიდის, მაგრამ იცით რა ხელაფასები ღირს? ალიბაბაზე იშოვება მხოლოდ და ალიბაბაზე ჯინჩანი რო იყიდოთ, ღირს მეგობრებო 1 კილო ღირდა $100. ეხლა არ ვიცი როგორ არის ამის ფასები იცვლება. არ მგონია გაიაფებულიყო, თუ არ გაძვირდებოდა, არ გაიაფდებოდა. ძალიან არ მინდა მოკლედ ამ წითელი მარილის დამატება. ძალიან არ მინდა, იმიტომ რომ მე ისედაც უკვე ვატყობ ეფექტს, რომ ნელ-ნელა მოვაცილა და საერთოდაც გათეთრდა. აი ამ ადგილას არის მხოლოდ და იქნება რაღაცნაირად ამ ადგილმაც იმუშაოს. არ მინდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მიყვარს ძალიან აი ამ სტანდარტული რაღაცების სხორევა. იმიტომ რომ ხშირად ხოლმე რაღაცებს ართულებენ ადამიანები, მარკეტინგული ხრიკია, რომ ვიღაცებს მეტი რაღაცეები გააყიდინონ და მე ხა აქ არც არავისთან კონტრაქტში არა ვარ და არც არავისთან რაღაც ხელშეკრულებაში არა ვარ. ამიტომ მირჩევნია უბრალოდ დაველოდო და
დავადასტურო ის ფაქტი, რომ შესაძლებელია, რომ ნამდვილად მის ჩარევის გარეშე რა ქვია იმას მოხსნათ ეს რა არის ნამდვილად ჩარევის გარეშე რომ მოხსნათ ჩვენი ოქრო, ანუ წითელი მარილის ჩარევის გარეშე. მე რაღაცა მგონია, რომ ეს ძალიან ნამდვილად არის შესაძლებელი, მაინც კიდევ ერთი მოვანჯღრიოთ. გადასწრება ამას შეხედეთ რა ხელა რაღაცა მაგ. აი ეს მოხსენი ერთ-ერთი UPS. ნახეთ რა ხელა ამას შეხავს სპილენძის ხუია და მეუნებიან გაყიდეო ისე უფრო ძვირად ფასობსო და ამის დაშლა და დაწვა მეზარება. მოდი, კაი, ცოტას კიდე დავამატებ ამ ჯინჩანს, არ მოუჟოშკავ, ჯანდაბას ჩემი თავი. აუ ნახოთ. მაგრამ მე მგონი საბოლოოდ მაინც მომიწევს კადრის საჩქარება, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს გაიწელა ეს ჩვენი ჯინჩანის გარიცხვის პროცესი. ამიტომაც იყენებს ის პატივცემული ვიდეოში ელექტრომაგნიტურ მიქსერს. მოკლედ, ფაქტი რა არის? ფაქტი ის არის, რომ ჯინჩანი მუშაობს, თუმცა სამწუხაროდ ამით ყველაფერი არ მთავრდება, მეგობრებო, ფაქტია, ხო? ცხადია. აღარ უნდა ეხა ამას ბევრი მტკიცება და ამბავი და სიყვარულობა, რომ ჯინჩანი ნამდვილად მუშაობს, იმიტომ რომ ნამდვილად ყველას გახსოვთ, რომ იყო ხუთელი, აბსოლუტურად მოხსნა, აქცია სუბსტანციურ მდგომარეობაში გადაიყვანა, თხევად მდგომარეობაში და რა ხდება ყოველივე ამის მერე. არავითარ შემთხვევაში არ გეგონოთ, რომ ამით ეს პროცესები დამთავრდა, არავითარ შემთხვევაში იცოდეთ, რომ ამით ეს პროცესები უბრალოდ იწყება. ამ ყველაფერს მერე ჭირდება ცინკის მტვერი, ცემენტაცია და მოკლედ მთელი ამბავი. მე უბრალოდ განახეთ კიდე ერთი მეთოდი ჯინჩანის საშუალებით თუ როგორ შეიძლება მოოქროვილი რაღაცა დეტალების მოხსნა ჯინჩანის საშუალებით. მოდი ეს პაწუკა წაღარ მოხსენი კაფსულა ჩავაგდოთ და დავიმახსოვროთ კიდე ერთხელ რა ფერია და სწორი ფოკუსი დებილო. ოქროს ფერია, ჩავაგდოთ და ყველაზე თვალსაჩინო მე მგონი ამაზე იქნება, რომ ამოვიღოთ მერე და ნახოთ რას უზავს ჩვენს პაწუკა დეტალს ჯინჩანი გააცლის თუ არა ოქროს. ანუ ხო, ამოტრიალდი ესე. მოკლედ რა ხდება? ამ ყველაფრის მერე ხდება უკვე ცემენტაცია, ცინკმა აი აქედან უკვე უნდა ჩაიტანოს და ჩააცემენტოს და ძირში ჩაიყვანოს ჩვენი ოქრო. აი აქ რაც არის, მაგრამ აქედან ახლა არაფერი გამოვა, 1 კილო პლატა მაინც უნდა ეყაროს, რომ ჩაიტანოს და გაჩვენოს. ამიტომ ახლა ამ ეტაპზე მე მგონი პატარა ალუმინის ნაგელეჯმაც ჩემი აზრით სავარაუდოდ ვცდი უბრალოდ ალუმინის ფოლგამაც უნდა იმუშაოს წესით, ოღონდ ალბათ ამას რა ვიცი რაღაც დრო დაჭირდება, რომ ამან თავისებური ცემენტაცია წამოიწყოს. თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ არა, პრინციპ შეიძლება თქვენზე განახოთ. პატარ-პატარა ბუშტულები გაუშვა და რეაქცია ნამდვილად მიდის. მოკლედ ჩვენი ელექტროშემრევის გარეშე ჯინჩანთან მუშაობა ნამდვილად ძალიან რთულია. ესე რომ ველოდო, ნახე რამდენი ხანია, 12 წუთია უკვე აი ამ ვიდეოს იმას ველოდები, რა ქვია, შედეგს და არაფრით არ დგება შედეგი ისე მალე. ვიდეოებში რასაც უყურებთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის კადრები აჩქარებულია და ყოველთვის სხვანაირად სწრაფად დგება შედეგი, ვიდრე ეს ახლა ხდება აქ. მოკლედ ასე ჩვენი ჯინჩანი მინდა ვთქვა, რომ მუშაობს ეს ჩვენი ალუმინის ფოლგა. თუმცა ფოლგა არ მუშაობს, ალბათ ალუმინის ნატეხი უფრო უნდა ამას ვიდრე თვითონ ფოლგა და თვითონ შეგვიძლია ამასობაში დავაორგანიზოთ თვითონ ალუმინის ნატეხიც. აი,
ასეთი რადიატორისგან, რომელიც კომპიუტერებშია და ამიტომ გეუბნებით, ნუ გადაყრით ხოლმე, ნუ რა ფერს. ვა, დაწავებით ჩემი Magic Pinset-ით, რო სვა ესე მომდის რა. რაღაცას მივაგდებ და მერე კაი ხანი ვეცებ. აი ხა რაღაცას უეჭველი ცხუწინა მაქვს და აგენ ხო ცხუწინა ბატონო. მოგეთ ცემენტაციასთან ამან უნდა იმუშაოს წესით. კაი. გასაგებია რა მოკლედ. ხო აი, ამან უკვე გაუშვა თავისი გულშავი ტოქსინები. გასაგებია ხო ჯინჩანთან რაც ხდება და როგორ ხდება? აი. ნამდვილად უმშაობს ჯინჩანი მართლა სასწაული რამეა. მართლა ძალიან მაგრად უმშაობს და მოდი იცი რა ვქნათ. მაინცა და მაინც ძალიან რო არ გავჯორდე ახლა მე. აი ამ წითელ მარილს სულ ოდნავ დავამატებ, სულ ოდნავ. ნახოთ. მართლაც შერეული კომბინირებით აქვს თუ არა ის შედეგი, როგორც ჩანს ვიდეოებში. წესრიგით მარილი ცალკე უნდა გამეხსნა, მაგრამ არა უშავს. დამოვიწყდა მე თქვა უბრალოდ არ მახსოვს გითხარით თუ არა რომ ამ პროცესებს ჭირდება ადუღებული ცხელი წყალი. პრინციპში როგორ არა თავიდან წყლის გამოხო გავითიში ცოტა ხანი. მოკლედ ასე, შეურია ოდნავ. წითელი მარილი, ნახოთ რა არის შედეგი. ნახოთ რა არის შედეგი წითელ მარილთან ერთად. ამასთან რა ხდება? ეს ჯერჯერობით ისე უყუთლად ყვასყვასებს. არა, თლატყუთელი არ არის მართალი. ნამდვილად თლატყუთელი არ არის. მოკლედ თლიანობაში დავარქვათ ჩვენს ექსპერიმენტს, როგორც შემდგარი, იმიტომ რომ ნამდვილად გააცალა, გახსოვთ როგორ ყუთელი იყო და ნამდვილად აღარ არის. ჩვენი ჯინჩანი, ჩვენი ბარათი ყუთელი და ჩვენი მიკროსქემა თუ პლატა დავინგელი. ყუთელი და ჯინჩანი ნამდვილად მუშაობს, მაგრამ ამით არ მთავრდება მეგობრებო. უბრალოდ გაჩვენეთ მეთოდი, როგორ შეიძლება და რით შეიძლება მორეცხო კიდევ სხვა საშუალებებით, ანუ აზოტის გამოყენების გარეშე რითი შეიძლება კიდევ ადამიანმა რომ იხელმძღვანელო. მიხვდით? ეს არის ახლა ამ შემთხვევაში ამ ვიდეოს არსი და აზრი. და ჯინჩანი ამ შემთხვევაში მართლა ძალიან მაგრად მუშაობს. ამას ახლა ჭირდება ცინკის ფტორი, ცემენტაცია, მერე ცემენტაციის, მერე იმის გამოწვა და მთელი ამბები. თუმცა ჯინჩანი ნამდვილად რეცხავს მოოქროვლის საგნებიდან ოქროს. სულ ეს ყოლის თქმაც მინდოდა.